აუმარჯოს. დავშვები. თქვენ შემოგიყვანეთ. სად იყავით? ამ სიყვარული სად იყავით? სად გამოკეთეთ? ტელევიზორიდან მიყვარხართ. ეხლა რატო იყავით? გამო. არ ვიცოდი არაფერი. რატო არ ვიცოდი? ხო, ინფორმაცია მოვიდა ჩემამდე. ღმერთმა ყველაფერი სიხარული და ყველაფერი კარგი. მაგარ ხასიათზე ხარ, როგორ მიხარული? მე თქვენი მოსვლა გამიხადა ძალიან, თორე საერთოდ არ ვიყავი კაი ხასიათზე. აღარ ამდენჯერ მოვალ. ძალიან დაგეკრება საქმე. ძალიან თქვენ მიყვარხართ თქვენი ადამიანობით, თქვენი შემოქმედებით, თქვენი იმდენი კეთილი საქმე გაქვთ გაკეთებული, უფალმა სულ კეთილი საქმე გაკეთებული. ბედნიერები იყავით და სულ წინსვლა და წარმატება გქონდათ. თქვენთან ერთად. უშიშრად ყველაფერს გაკეთე. არ მეშინია, მეტყვისაც არ მეშინია. არაფრის არ მეშინია. არც 9 აპრილს შემშინებია, არც 7 ნოემბერს შემშინებია, არც 26 და თუ საჭირო იქნება კიდე დავდგები. თვითო დამგველოდეოდ ერთი შემდეგ იქნებოდა. დასადგენია, დასადგენია არის ეს ამბავი. რა ქუჩა არის? არა, ქუჩა. დადგენია ყველაფერი, რომ არის ქუჩა რა არის? აქ ცხოვრობ? ქუჩა, დიახ, ცხოვრობ. თვითონ ხდეს, თვითონ. იხდება მერიდეი და თუ არ მომიხდება და მაინც არ გაქვს. სიტყვით კი. საქმით არ გვეხმარება. ეს უნდა ჩაგროს მომიმეს, ამაში მე ვერ გამოგაგზავნა. უნდა მაგას ჩემდივეში ჩურთხელა ესე თქმულა დაბერდიო. ჩურთხელას კიდე არ მაძლევს. ჩურთხელა თუ კურდნის ხელანია რათა. ვაესია, ჩვენი მთავრობა. ერთხელ დაბადებული ერთხელ მოვიდა. რიცა მე. მაგრამ ჩემმა შვილებმა და შვილიშვილებმა ჰქონდა ბედნიერი პრობლემა და სტაბი იქცეთ რუსთაველზე ლაგიძები რო კერო. და ძალიან მინდა რომ ეს კაცი მოვიდეს. გავიგე. სკოლიდან გამირიცხეს. ასაზე მაგას ამბობს. თუ ვერ გაუმართლებ, მე თუ ვერ გაუმართლე ხალხს და ვერ გავაკეთე, ხალხებს ჩავიცნე. წავალ, ვიბრძოლეთ. თუ ვერ გავაკეთე, მაშინ ამიდან. არჩილ გიგერნავასთან ვიყავი, მისაღების შოულები მიმიღეს და დამპირდნენ, რომ დაგიკავშირდებით, როცა იქნება ფიზიკურად ქალაქში 2 წლის უკან იყო. მაგრამ გამოვიდა ისე, რომ დიდი ხანი არ გამოჩნდა. არც დამიკავშირდნენ და არც გამოჩნდა რა ვიცი. იძახიან, რომ ჩვენ კანონებით მოქმედებთ. ის კანონია უსამართლო. არ შეიძლება ისეთი კანონები იყოს ქვეყანაში, რაც დღეს არის. არაფრით არ შეიძლება. სკოლაში უნდა მოვიდეს სამშობლოს მოყვარული ადამიანი და საქართველოს მოყვარული და პატრიოტი ადამიანი, სხვანაირად არ შეიძლება. ასეთ მესახება რა თქმა უნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მოვიდა პატრული, ვერანაირად ვერ გამიყვანა, იმიტომ რომ სახელმწიფო საკუთრება იყო და იმ ქალის საკუთრება არ იყო, ვინც ჩიოდა. და სახელმწიფოდან კიდე მომჩივარი არ იყო არავინ. მეორედ მოვიდა, მესამედ მოვიდა პატრული და ბოლოს რო შევწუხდი 3 დღე იძახა ზედიზე, ჩავედი ბატონი გეგენავასთან შტაბში, იქ ჩაწერით არის. მაგრამ იმ დღეს თვე მოვითხოვე შეხვედრა და იურისტებთან შემახვედრეს და იურისტებმა ახლა ის რო გამიფორმებენ, ის რო გამიკეთებენ, ამის ნებართვა არ მომწონს. 3 თვე ამ პირობებში ვცხოვრობ. ერთი საწოლი მიდგას და ძირს მატრასი მიდევს, რაიცაც ბავშვი მიწევს. ახლა კიდე ზაფხული იყო და ბავშვი ერთი სოფელში მყავდა, გოგონა გაშვებული. და ბიჭი არ მანებებს თავს, სულ ჩემთან არის, რომ შენ გვერდით უნდა ვიყოდებიკო. წვიმა რომ მოდის იმ დღეს, წვიმა წამოვიდა და რა დამაძინებდა ქოლგით ავდექი ბავშვს თავზე დავადექი, რომ მეთქი არ დაუვიდეს თქოს ეს. წვიმა თერაღამი თეთრად გავათენა და თან ჭერის მეშინი არ ჩამოწვეს, არ ჩამოვარდეს, არ დაგვეცეს. თქვენი საშუალებით ვთხოვ ბატონ გეგენავას არჩილს და რა ვიცი, ვისაც კი ეს ეხება. ყოველგვარი პარტიულობის და ყველაფრის გარეშე და იქნებ დამეხო. მოვიარეთ სოფლები, ვეცნობით პრობლემებს, ხო შევდივართ, ერთი თლიანი შეხვედრები ხო გქონდა, ხო ეს ოჯახ შევდივარ და ვგებულობთ იმ პრობლემებს, რა ხდება, როგორ ხდება. ვესაუბროთ იმ გზებზე, როგორ შეიძლება საერთოდ ამ პრობლემების მოგვარება სამომავლოდ, ყოველგვარი ცუდაპირებების გარეშე. აი ახლა შემოვედი, აი აქ ოდნავ კარგ ხასიათზე მაინც ვიყავი, ცოტა იქ გავიხოვნეთ რაღაცა მოსახლეობას და შედგა. ახლა აქ შემოვედეს წარმოუდგენელი რაღაცა. ნუ ამას გასაგებია რა წინა ისტორია აქვს ამ ადამიანმა, მანანამ მეუღლე ყავს შესანიშნავი ქალვაჟის პატრონი, ერთ შესანიშნავი ქართული ჯანმრთელი ოჯახი არიან და
ეს პირობა ვნახეთ რა სიტუაციაში. მეზობლებმა შეიფარეს, კეთილმა ადამიანებმა გარკვეულ პერიოდის განმავლობაში და მე აღმოჩნდნენ აი აქ. ეხლა მე სულ არ მინდა, გულსფერად გეუბნებით. 1% არ მინდა რომ ეს პრობლემა რაღაც პოლიტიზირებული გავხადოთ და ვიღაცისკენ ხელები გავიშვირო და ქულები დავიწე. პირწმინდად გეუბნები, მასთან დაკავშირებით. სულ არ მჭირდება, ნუ მომცემენ ამ ხმას, არაფრად ეს არ მიღისმენ. უბრალოდ ვისაც ეს ეხება. ეხლა მოქმედი დეპუტატი იქნება, ქალაქის მერი იქნება, ყველა ის ინსტანციები. მე უბრალოდ ცნობის დონეზე გაწვდით ყველაფერი ამას და ჩაწვდით ამ პრობლემას, ამ გულისტკივილს და მიხედეთ ამ ადამიანს. გაანებეთ იმას აქვე პოლიტიკურ ვითარებას. პოლიტიკა ვიღაცა დაუშვათ ნაციონალი იქნება და ვიღაცა ქუჩაში რო ფეხი წაუწდეს, არ უნდა წამოვაყენო და თუ პარტიულ ნიშნით უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს. თქვენს აქტივში იყოს, თქვენ ჩაიწერეთ ეს ის, ოღონ ამ ადამიანს მიეხმაროთ. ამ ადამიანის პრობლემას მიხედეთ, ვისაც ეს გეკუთვნით. აი ესე ვიტყოდი, იმიტომ აქ ცხოვრება წარმოუდგენელია. მე აქ რაღაცა ინფორმაციები მაქვს, რომ რაღაცა მუქარა სიტყვით თუ რაღაცით პატრული იყო გამოძახებული რაღაცა, ყველაფრის საქმის ყურში ვარ. მე მივმართავ ყველას, ფრთხილად იყვნენ, ჯობია მათთვის. სამომავლოდ გაითვალისწინონ, ადამიანებად გადაიქცნენ, ამ ადამიანის პრობლემა გაიზიარონ და რაღაცა მოედობას თავი დაანებონ. პირდაპირ ვეუბნები, მე არც ვინმეს ვასახელებ და რაღაცა ვინმეს კი არ ვემუქრები, მოუწოდებ ცოტა ადამიანებს, თუ ამ ადამიანის პრობლემას რაც დაემუქრება მასთან, არასწორ დამოკიდებულ, იმ წუთშივე გავჩნდები მე აი აქ. იმ წუთშივე.